გამიჭირდა ეკონომიურად სულ ყველას რა. გვიჩვენია ჩავსვათ რა, მაინც 400 ლარიანები მოგვისაჯეს. ანუ ჩვენ ორ კვირას თანახმა ვიყავთ, მართლა გვერჩივნდა რა, სერიოზულად, ამას ცინიკურად არ ვიძახი. აი უკიდურეს მუშაობის საშუალება არ გქონდა. ორ კვირიანი პატიმრობა გერჩივნათ 400 ლარი გადახდას, მაგრამ მაინც 400 ლარი მოგვისაჯეს და გამოგვიშოს გარე. ანუ მე მგონია რომ თეაღადაობს. მე მგონია რომ რაღაცა ბანო ჯავახიშვილის ჟანრში შევიდა უკვე კონკურენციაში აშკარად ვანოსთან, იმიტომ რომ ეს არის იუმორინა. ეს რაც ახლა ხდება, თია წულკიანს რომ უკვირს რომ 400 ლარით ხალხი 400 ლარით დაკაჭარი მეს რა მომხდარა და ზუსტად 5 წუთში თუ იტყვი რომ თია წულკიანი უტიფარია ამ ვიდეოს გამო დაგაჯერიმებენ 4000 ლარით ან საფეხმავლო ბილიკზე თუ გაივლი და უბრალოდ არ მოეწონებით 5000 ლარით ან თუ ხარ ჟურნალისტი და პროფესიულ მოვალეობას ასრულებ ასევე 5000 ლარით დაგაჯერიმებს თია წულკიანის გუნდი, მაგრამ თია წულკიანს მაინც უკვირს 400 ლარით ხალხი როგორ ჯარიმდებოდა წინა ხელისუფლების დროს.